მოდით ერთად გავეკეთოთ მაკიაჟი. დღეს უკეთესი დღე ჩანს, მზე გამოვიდა, ხო და მოდი გავიკეთოთ საგაზაფხულო მაკიაჟი ერთად. კანი უკვე მოვამზადე, როგორც ხედავთ, წავისვი შრატი და SPF-ი, ასევე ზემოდან წავისვი ეს all-in-one დამატენიანებელი Bobbi Brown-ის კრემი, რომელიც ასევე არის ძალიან კაი ბაზა ტონალურისთვის და ეხლა გადავალ ტონალურზე. ასევე გამოვიყენებ Bobbi Brown-ის ახალ ტონალურს და შევურევ ამ ორ ფერს. აი აქ მაქვს ტონალური, ეხლა აურიოთ ერთმანეთში. იმედია კარგად დაფარავს ამ ჩემ გამონაყარს, იმიტომ რომ რაღაცა სასწაული ხდება კანზე. ესეც ჩემი ტონალურით დაფარული გამონაყარი და პიგმენტაცია, მე მგონი ძალიან კარგად ჩაჯდა. სხვათა შორის წინა ვიდეო ასევე Bobbi Brown-ის ტონალურით გავიკეთე და ბევრმა იკითხა თუ საქართველოში იყიდებოდა ეს ბრენდი. მინდა გითხრათ, რომ ლუტეციაში შეგიძლიათ ამ პროდუქციის დათვალიერება და ნახვა და დღეს 7 მარტს თუ არ ვწდები, ძალიან კაი შეთავაზება აქვს Bobbi Brown-ის პროდუქციაზე, ამიტომ მიდით აუცილებლად და დაათვალიერეთ. ჩემი აზრით ძალიან კაი შეთავაზებები დაგხვდებათ ლუტეციას მაღაზიებში. ეხლა გადავედით კონსილერზე, ჩემი უსაყვარლესი კორექტორი MAC-ისგან. ერთადერთი რაც ვერ დავფარე არის ეს უზარმაზარი წერტილი. ასევე გადავიდეთ თვალების ქვეშ სიშავეებზე და ოდნავ გავინათოთ ეს ადგილები. ეს ბოლო დრო სპონჟზე მეტად მიყვარს ფუნჯების გამოყენება, რადგან ვფიქრობ, რომ უფრო ბუნებრივად ნაწილდება და თან ძალიან ბევრ პროდუქტს არ იღებს ფუნჯი. ნახეთ რა განსხვავება. აუცილებლად ამ ყველაფერს ვიფიქსირებთ ფხვიერი პუდრით ამის გარეშე. მე სამწუხაროდ არც კონსილერი მიჩერდება, არც არაფერი და თან ნაოჭებში მიჩდება ძალიან. ასე გაცილებით უფრო დიდი ხანი გამიძლებს. ცხვირის ქვეშ ნიკაპზე რა თქმა უნდა და ცოტა შუბლზე. უკვე წავისვი ბრონზერი, ეს არის Dew Bronze by Say. ძალიან კარგი არის. გადავინაწილოთ. სწრაფად უნდა გადავინაწილოთ, თორე მალე შრება ძალიან. ჩემი საყვარელი Glossies blush, რომელიც ასევე ძალიან სწრაფად შრება, ამიტომ უნდა გადავინაწილოთ მალევე. ძალიან მიყვარს. ნახეთ როგორ ბზინავს და თან რაღაცა ბუნებრივ უფრო ლოყების ფერზე ჯდება. Glowy და bronzy. ეხლა გადავიდეთ ტუჩებზე. მიგზუმავთ. გამოვიყენებ ტუჩის ფანქარს MAC-ის, ნახეთ და პატარავებულია, ეს არის Fairy Stone, მე მგონი ჩემი ყველაზე საყვარელი. ოდნავ გამოვიყვან კონტურს. ხანდახან ძალიან დიდი ტუტიშებით ვიღიზებ ხოლმე და ხანდახან ჩაფუშული. დღეს ჩაფუშული გვაქვს. რატო არის ესეთი განსხვავება, არ ვიცი. ეხლა ცოტა გადავინაწილოთ. დიდად არ მიყვარს ხოლმე ძალიან overlined. ეს ბოლო პერიოდი მიყვარს ეს კონტური კიკოს გლოსთან ერთად. ეს არის კიკოს გლოსი, რომელსაც ვიყენებ ხოლმე, ფერი 158. საკმაოდ ყავისფერია, ამიტომ ძალიან ცოტას ვიდებ. აი ესე. და მე რა ვინა. ზემოდან ასევე გადავუსვი მეორე top coat და ეხლა ეს ტუსაცხი ძალიან დიდი ხანი გამიძლებს ასე. ავეპრიხოთ წამწამები და გადავიდეთ ტუშზე. გამოვიყენებ Maybelline-ის Sky High ტუშს. N რაოდენობის ტუში მაქვს გატესტილი და ასე კარგად არც ერთი არ მიჩერდება წამწამებზე. დღეს ბოლოს როა აქ სიშავები რო არ ჩამოგივიდეს. ერთადერთი არის, რომელიც ასე კარგად
მიძლებს და მართლა დღის ბოლომდე მრჩება. უბრალოდ ამის მოშორებაა ხოლმე, მერე ცოტა წვალება. მაგრამ რა სიზავ? მოვჭით. ესეც საბოლოო ლუკი. ფიქსატორის მივისხი ბოლოს. ოდნავ დავივარცხნით მას. გავისწოროთ. დავწიოთ წინ. ესეც საბოლოო ჩვენი მაკიაჟი. როგორ მოგწონთ?